გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი. ეს არის პირველი ვიდეო ბლოგი ჩემი მიმდინარე 2026 წელს. გადაწყვეტილება მივიღე ამგვარი, რომ აგე 2 იანვარია და 2 იანვარს 2-3, ანა 2 უფრო ვიდეო ბლოგი ჩავწერო და საერთოდაც კი გარდაულა დაუცილებელი გამოფხიზლება და მეც გამოვხიზლდი მერქი ასე გეტყვით. თქვენის ნებართვით და საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც ჯერაც ვერ ფხიზლობს გამოფხიზლებისაკენ მოვუწოდებ, იმიტომ რომ წინ დიდი ამოცანებია, მე გილოცავთ ეგრა მაგის პასუხია კიდევ ერთხელ ახალ წელს, დიდი გეგმებია, დიდი ამოცანებია, დიდი გამოწვევებია ჩვენი ქვეყნის წინაშე, ამიტომ რაც უფრო მალე, რაც უფრო ადრე გამოფხიზლებით, მით უფრო კარგია, რასაკვირველია. თუმცა იმასაც ხვდები შესანიშნავად, რომ არა თუ ორში არ გამოფხიზლდებიან მოქალაქეები, არამედ საცივებიდან, საცივის თეფშებიდან თავს არ მოჰყოფს საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი 7 რიცხვამდე, 14 რიცხვამდე, 30 რიცხვამდეც კი დღესასწაულად წოდებულ დღეები ცვლის ჩვენს ქვეყანაში და ადამიანებს თითქოს ეს იანვარი დასვენების თვედ გაუხდიათ, თუმცა დასასვენებელი არც გვაქვს ერთი და მეორე არც ვისვენებთ ამ 30 დღის განმავლობაში იანვრის თვეში. სიმართლე გითხრათ, მე სულ ვეკითხები, საკუთარ დიდი ხანია ვეკითხები, მაგრამ ახლა მით უფრო ვეკითხები, რა გაძლებინებთ ასე მიყოლებით 5 არა 3 ლიტრი ღვინის მიღებას 30 დღის ან თუნდაც 15 დღის ან თუნდაც 7 დღის განმავლობაში. დიდი გეგმები უნდა ჰქონდეს ამ ჩვენ ქვეყანას და დიდი სერიოზული ამოცანები უნდა გადაწყვიტოს და რაც უფრო დიდხანს გავიგრძელდება ღრეობა, მეთქი ასე ვიტყვი, მით უფრო ვერ გადამწყვეტთ ამოცანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა, თორე დანარჩენი რაც გინდათ ის გიქნიათ, მეთქი ამასაც ვიტყვი ბარემ. რა თემა შევარჩიე დღეს? პირველი თემა რა არის და ეს არის ძალიან კონტროვერსიული თემა. კონტროვერსიული თვალსაზრისით, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიც კი გაიყვნენ და ერთნი ამბობენ, რომ ასეაო და მეორენი ამბობენ, რომ ისეაო. მე გეტყვით რა ასეხება ეს თემა, ეს არის ამდენი პაკისტანელი, მოკლედ რაღაც რაოდენობის პაკისტანელი, რაღაც რაოდენობის ინდოელი, ირანელი, კიდე რა ვიცი, ირანელი არაბი და ასე შემდეგ შეფენილი თავისუფლების მოედანზე, მეტრო თავისუფლების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე და მეტრო თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე შეფენილი მოქალაქეები და ჩვენი ბაბლის ეგრეთ წოდებული ჩვენი ჯგუფის თუ ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა ატეხა ერთი ვაი ვიში და უშველებელი და თქვა, რომ აი ნახეთ რა საშინელ მდგომარეობაშია საქართველოს საშინელ მდგომარეობაში არავინ დაობს, მაგრამ მათი გამოისობით ამ ირანელების, პაკისტანელების, ინდოელებისა და არაბების და რუსთაველზე გასვლით ეს საშინელი მდგომარეობა ეს არ არის საშინელი მდგომარეობის მადასტურებელი, საშინელი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში სხვა ფაქტორების თუ სხვა მიზეზებისა და გამო და ამაზე ვილაპარაკებთ. ცხადია, სიმართლე გითხრათ, ჩემშიც და ალბათ ბევრ თქვენგანში არის ეს ქსენოფობიური მოლეკულები, ქსენოფობიური ელემენტები, მაგრამ მე მაქსიმალურად ვეცადე, რომ მომეთოკა თავი და არაფერი სწორედ ქსენოფობიური არ წამცდენოდა ამ 2 დღის განმავლობაში, რაც ეს ისტერიკა დაიმართეს ცალკეულმა მოქალაქეებმა, კარგმა ადამიანებმა განა არა, ისინი შეწუხებულნი არიან და არავის ეპარება ეჭვი მათ გულწრფელობაში, მაგრამ ისტერიკა რომ დაიმართეს, არც მათთვის მიპასუხნია, უმრავლეს შემთხვევაში ერთხელ გავეცი პასუხი ერთს და არც მე გამომიხატავს საჯარო ჩემი პოზიცია, რომელიც მათი პოზიციისაგან განსხვავდება. რაც შეეხება ჩემს ერთ კომენტარს, ეს უკვე ვეღარ შევიკავე თავი, ერთ-ერთმა ჩვენი ბაბლის ან ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაწერა, რომ საქართველო ქართველებისთვის უნდა იყოსო, გააღვიძა ან ეცადა რომ გაეღვიძებინა ის 90-იანი წლების ერთგვარი ნარატივი, თუმცა 90-იანებში საკამათოა ესე იყო თუ არა, მაგრამ ოკეი, ვთქვათ და იყო. საქართველო ქართველებისთვის უნდა იყოს და ეს გაგვაერთიანებსო და ამ პოსტავს ამის ავტორს, ამ სიტყვების ავტორს აღარ გაუხსენებია, რომ ჩვენთან სახლობენ ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები და კიდევ სხვა ეროვნებების წარმომადგენლები, აქ არ გულისხმობ ავტოქტონ აფხაზებს, რომლებიც დამფუძნებლები არიან სხვებთან ერთად ცხადია ამ ქვეყნისა, ანუ სხვა სამშობლო არც აქვთ.
და ცხოვრობენ აქ ქართველი ბერძნების, ცხოვრობენ ქართველი რუსები თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ცოტანი რასაკვირველია, ქართველი ებრაელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ ამის დამწერს მოუხდა თუ მოუწია მას შემდეგ რაც კრიტიკის ქარცეცხლი დაარტყმა თავს ამის წაშლა, როგორც მე მივაქციე ყურადღება, მაგრამ ის რომ ამგვარი რამ დაწერა უკვე პრობლემაა. ქართველების არ არის ეს ქვეყანა, ეს არის საქართველოელების ეს ქვეყანა და უკლებლივ ყველა ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი აფხაზები თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ოსები, ქართველი სომხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არიან დამფუძნებლები ამ ქვეყნისა. გასული საუკუნის 90-იანებში როცა აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა, ვინც სახლობდა, ვინც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქე იყო ამ რესპუბლიკაში, ის ყველა, უკლებლივ ყველა ითვლება ამ ქვეყნის დამფუძნებლად. ეს არ იკვეთება არანაირად ინდოელებთან, პაკისტანელებთან, არაბებთან, ირანელებთან, რომლებიც ახლა არიან ჩამოსულები, საერთო პრაქტიკულად არაფერი არ აქვთ, წყალყიური ელემენტები ცხადია აქვთ, მაგრამ არაფერი არ აქვთ მათ ახლად ჩამოსულებს და მაშინ ოდესღაც კი არა იმ დროიდან ყოფ მოქალაქეებს ერთმანეთთან, მაგრამ ეს რომ ვიცოდეთ და ესეთი მოსაზრებანი რომ საქართველოს მხოლოდ ქართველებისთვის უნდა იყოს, არა მხოლოდ ანტიირანული, ანტიინდური, ანტიპაკისტანური, ანტიარაბული განაცხადი, არამედ ანტიაზერბაიჯანულიც, ანტისომხურიც და კიდევ უფრო მეტად აღვივებს იმ ტკივილებს, ასე ვიტყვი, ან ქსენოფობიას, თუ გნებავთ სხვაგვარადაც ვიტყვი, რომელიც ჩვენში ისედაც ჩაბუდებულა. კაკი გითხარით, რომ არათუ სხვას საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, მე კი ვთოკავ, რასაკვირველია ჩემს მოლეკულებს ქსენოფობიურებს, მაგრამ მეც კი მაქვს და სხვებსაც აქვთ, მით უფრო სხვებს აქვთ, ესე ვიტყვი, ეს ქსენოფობიური ელემენტები თუ მოლეკულები სადღაც გულისა თუ სულის კონჯულში, ამიტომ თავშეკავება ისაკენ მოგიწოდებთ უკლებლიო ყველას, მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, ჩემივე გუნდის თუ ჩვენივე გუნდის წევრებს, რომლებიც ცოტაზე მეტად ახმამაღლდნენ ახლა და არაბებზე და ირანელებზე და ინდოელებზე და პაკისტანელებზე ლაპარაკობენ. ეგრა მაგის პასუხია, რომ ვიცოდეთ მაინც, ბატონმა რომან გოცირიძემ დაწერა თუ არ ვცდები და არ ვცდები, საქართველოში უცხოელი სტუდენტები წელიწადში იხდიან სწავლის საფასურის სახით 450 მილიონ ლარს, ეს კოლოსალური თანხა. დაახლოებით 370 მილიონ ლარს ხარჯავენ საცხოვრებელ ბინებსა და კვებაზე და ასე შემდეგ. ეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უზარმაზარი კოლოსალური თანხააო, იცხვიაო ამბობს ბატონი რომანი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში მხოლოდ სწავლის საფასურის სახით შედის 80 მილიონი ლარიო. ამაზეც უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ჩვენ ამგვარი ქვეყნებისათვის საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა გავხდით სწავლა-განათლების კუთხით თუ მიმართებით და საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის ეს დეფორმა, ხო, ანუ განათლების რეფორმის მკვლელობა მათაც დაარტყავს, ამ ადამიანებს დაარტყავს. შესაბამისად მომავალ წელს ნაკლები ინდოელი გეყოლებათ თუ მაინც და მაინც ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, აგრეთვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ხსენებული 450 მილიონი ლარი წელიწადში, რასაც ისინი იხდიან და მე კიდე 370 მილიონი ლარი, რასაც ისინი ხარჯავენ ბინებსა თუ კვებაზე, ეს ბუნებრივად შემცირდება, ეს კი 820 მილიონი ლარია, თავდაცვის ერთი ბიუჯეტი მთლად არა, მაგრამ რაც არ ჩამორჩება, რომ ვიცოდეთ, მაინც ჩვენ ქვეყანაში თავდაცვასაც უჭირს და ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ სფეროში გვიჭირს ამ ბანდა ხელისუფლების გამოისობით და წყალობით. მე თქვენი ცდებართვით სხვა კუთხით გავამახვილებ ამ საკითხზე და არა პრობლემაზე ყურადღებას, ეს კუთხე და ეს საკითხი რამდენადაც მე მივაქციე ყურადღება ყოველ შემთხვევაში, ბევრს არც არავის განუხილავს. ეს არის ჩვენი წუხილები არაბებზე, ირანელებზე, პაკისტანელებზე და ასე შემდეგ და ჩვენი ნაკლები წუხილები, მათ შორის ჩვენი ეგრეთ წოდებული ბაბლისა თუ ჯგუფისა, რუსეთის მოქალაქეებზე, უნდა ვიცოდეთ მაინც რომ 70-80,000 რუსეთის 70-80,000 მოქალაქეა ჩამოსული და პრაქტიკულად დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში. რასაკვირველია, 99% მათგან აბსოლუტურად უდანაშაულოა და მართლა გამოექცა მეთქი პუტინის რეჟიმს, ასე შემიძლია თქვა, მაგრამ მაიორ მამუკამ-დინარაძის უწყებას ან მანამდე არ ვიცი რა ჩინი ქონდა ლილუაშვილს, მის უწყებას განა შემოწმებული ჰყავს კი ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, გორში, თბილისში, თელავში, ზუგდიდში და ასე შემდეგ და ზუგდიდში ნაკლებად და თბილისში მეტად
ქუთაისში ნაკლებად და ზესტაფონში კიდევ უფრო ნაკლებად, მაგრამ იქაც ალბათ და ბათუმში უფრო მეტად შემოსული და დამკვიდრებული და ქონება შეძენილი რუსები, რომლებზეც ჩვენ ესე სტერეოტიპულად ვამბობთ, რომ ისინი მათი დიდი ნაწილი აიტიშნიკია და სხვა არც არ აშავებსო, მაგრამ მაიორ მდინარაძეს უფრო სწორად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას თავი არ შეუწუხებია და არ შეუმოწმებია ეს ადამიანები, იქნება და 1%-იც არა ნაკლები, 0.1%, 80 კაცი, აი 80,000-დან 0.1%, რამდენადაც ახლავე ანგარიში გამოდის სწორედაც რომ 0.180 კაცი გამოდის, 0.1%, ისინი მუშაობენ იქნება და FSB-ზე, ეგ რა მაგის პასუხია, ანუ FSB-შნიკები არიან, ეგ რა მაგის პასუხია, ბევრ თქვენგანს ალბათ მიუქცევია კუნთმაგარი ტიპები რო დადიან ნებისმიერ თბილისის ნებისმიერ ასე მაგალითად ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რუსთაველზე, ვაკეში, კოსტავაზე და ასე შემდეგ, ესეთი აი ამ ზამთარშიც კი, ამ სიცივეშიც კი გაცივდა. მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული შევარდანთის, ეგრეთ წოდებული ბრეტელებიანი მაისურებით, ესენი ვინ არიან? იქნება და არიან სპეცრაზმის წარმომადგენლები, ან ყოფილი სპეცრაზმელები რუსეთის ფედერაციისა და რა, ასე უნდა ვიკითხოთ თქვენი ცნობებით, რა ჯანადაბა უნდათ აქ რომ არიან შემოსულები, წუხვარ რომ ჩვენი ხელისუფლებად წოდებული ბანდის წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მათზე ან იშვიათად საუბრობს, ხოლო ინდოელები, პაკისტანელები, ირანელები თუ არაბები და ასე შემდეგ, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე, ყელში ამოუვიდა. დიახ, მე ეს ვიმეორებ, რომ ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, ქსენოფობიის ელემენტები თუ მოლეკულები, ვისაც გვაქვს მეთქი, ხო, არ არის სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ეს ქსენოფობიური ელემენტები, მოლეკულები ჩვენ უნდა ჩავსპოთ, ანუ ჩავაჩოჩოთ და ზედაპირზე უნდა ამოვიტანოთ და ყურადღება უნდა გავამახვილოთ, უფრო ყურადღება უნდა გავამახვილოთ, სწორედაც რომ რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ან გარკვეული ნაწილი, ესე ვიტყვი, სულაც არ არის დროებით ჩამოსული, მათ ბინები შეიზინეს, მათ როგორ ეს მშენებლობები რომ მიმდინარეობს ჩემს გარშემო, ახლა უყურებ 1 2 3 სახლი შენდება, აი მე-4 სახლი იქით, მე-5 სახლი იქით, ხო, ვინ იძენს უმრავლეს შემთხვევაში ბინებს ის მოქალაქეები რუსეთისა, რომლებსაც იაფ კრედიტზე საკუთარ ქვეყანაში აქვთ წვდომა, იმპულს ესე ქეშად მეთქი, ასე ვიტყვი, ან გადარიცხვით რა მნიშვნელობა აქვს, ჩამოიტანენ ჩვენს ქვეყანაში, ჩამოვაქვთ და სწორედ უძრავ ქონებას თუ თბილისში და თუ ბათუმში, ამ ორ ქალაქში უფრო ყველაზე ხშირად იძენენ და შეიძენენ და მკვიდრდებიან. ბოდიშს ვიხდი, ბარემ დრომ ვიცოდეთ, მე მესმის რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს ამგვარს, რომ არა, ისინი მოქალაქეები არ არიანო და მე ვეთანხმები, რომ ისინი მოქალაქეები არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში მათ აქვთ ეგრეთ წოდებული დროებითი საცხოვრებელი საბუთი მიღებული, ანუ დროებით ცხოვრობენ ისინი, მაგრამ უძრავი ქონება შეძენილი აქვთ რა, ანუ ინვესტიცია განხორციელებული აქვთ ჩვენს ქვეყანაში. სხვა შორის არ ვიტყვი მხოლოდ რუსებს ჩვენს ქვეყანაში, ვიტყვი ინდოელებზეც, პაკისტანელებზეც, ირანელებზეც, არაბებზეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შემოწმებული ყავს კი ესენი ვინ არიან, ირანელები, არაბები, ინდოელები, პაკისტანელები და ასე შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში კვლავ ვიმეორებ, ესენი არიან სტუდენტები, ან დროებით ჩამოსულები, მაგრამ შემოწმებული აქვს კი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რამდენი ხანი არიან ისინი კონკრეტული ადამიანები, დარჩენილები, იხდიან თუ არა ბინის საფასურს, დარღვეული აქვს თუ არა უვიზო რეჟიმის პირობები, იმიტომ რომ ბევრს რამდენადაც ვხვდები გადაცნომაც აქვს, ხო, ანუ ჩამოსულიყო 1 წლით მაქსიმუმ და ახლა ჩამოსული ბევრი მათგანი, ან ზოგი მათგანი ჩამოსულია წელიწადნახევრით, მაგალითად წელიწადნახევარია უკვე ჩვენს ქვეყანაშია. კრიმინალი რუსებისა, ინდოელებისა, პაკისტანელებისა, არაბებისა და ასე შემდეგ აღწერილი აქვთ. აი რა რაოდენობის მოქალაქე არის, არავინ არ ვიცით ამის თაობაზე. დასჯილი თუ დაპატიმრებული არაბი, ირანელი, ინდოელი, პაკისტანელი, რუსი ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ეს ამის თაობაზე რაღაც აღწერა გვაქვს, რაღაცა სტატისტიკური მონაცემები გვაქვს, არაფრით არ არის დაკავებული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება გარდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლისა. ის კი არ არის პრობლემა, რომ ინდოელი და პაკისტანელი და ირანელი და არაბია ჩვენს ქუჩებში თუნდაც საახალწლოდ შეფენილი და თუნდაც 5,000, 8,000 თუ 12,000 კაცი. არამედ პრობლემა არის ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს
დღევანდელმა ოღონდ დე-ფაქტო მმართველებმა არაფერი იციან ამათ თაობაზე და ეხლა ისევ რუსებზე გავამაყურებ ყურადღებას, მაგრამ ერთი თვითმფრინავ ინდოელებზეც არაფერი იციან, პაკისტანელებზეც არაფერი იციან. რამდენია შერეული ოჯახი ეგრა მაგის პასუხი არა, კრიმინალი კი არ არის ამ შერეულ ოჯახში, მაგრამ არის ამის შედეგად შედარებით იოლად იღებს მოქალაქეობას ხსენებული ინდოელი, პაკისტანელი, რუსი თუ არაბი თუ ირანელი თუ რავი სხვა ნებისმიერ ის სახელმწიფოს წარმომადგენელს დავასახელებ. პრობლემა არის ის, რომ 10 წლის შემდეგ ეს ადამიანები თუ 10 წლის განმავლობაში რჩებიან ამ ქვეყანაში, მათ აქვთ თავისუფლად მოქალაქეობის, საქართველოს მოქალაქეობის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა და წარმოვიდგინოთ, რომ რუსები დარჩნენ 10 წლის განმავლობაში 80,000 და იქნება მეტი 1000 რუსეთიდან მოქალაქე, რუსეთიდან დევნილიც და ესენი თუ მოქალაქეები, ანუ ენის გამოცდას აბარებენ იოლად, ხო, ეს ხო უკვე პრობლემა იქნება, უკვე ისინი ამასობაში გამრავლებულებიც არიან, გამრავლებულობაში ცუდი კი არაფერია, მაგრამ მეტნი არიან, ანუ მართლა 80,000 კი არ გამოდის, პირობითად გამოდის მოქალაქეობა მიღებული 120,000 ბავშვებიანა, ხო, და შვილები დაებადებათ და გამრავლდებიან და ოჯახები გაიზრდება და ოჯახების შეერევა კიდეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ ზრუნავს პრაქტიკულად არც ერთი მიმართულებით და პირველ ყოვლისა არ ზრუნავს უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ არ ვიცით, რამდენი რუსი აგენტია შემოსული ჩვენს ქვეყანაში და არაფერი არ ვიცით არავის თაობაზე, სამაგიეროდ დინარაძე მაიორის უწყება მიცის, რამდენი ნაბიჯი თუ რამდენი სანტიმეტრი გადაიწია ტროტუარიდან სავალი ნაწილისაკენ რომელიმე ერთმა მოქალაქემ და რამდენმა გადმოიწია, რამდენი სანტიმეტრით გადმოიწია რომელიმე მაგალითად ჭიჭინაძის ქუჩიდან მაგალითად რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ეს არის პრობლემა რეალურად ჩვენს ქვეყანაში და არა ამდენი და ამდენი ინდოელი. ჩვენ უნდა შევეგუოთ საერთოდაც, რომ ჩვენ აი ესეთი მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური სახელმწიფო ქალაქი ვიქნებით. ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ივლიან და ივლიან სხვადასხვა ტურისტები. ასაკურველია უნდა ისურვო, რომ აქ შედარებით ამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ლაქშერი ტურიზმი იყოს, მაგრამ ვერავის ვერც ერთი ქვეყნიდან ვერ დაუშლის საქართველოში შემოსვლას, ვერ წაახალწლოთ. თავარია მათ კანონები არ დაარღვიოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთწლიანი უვიზო რეჟიმი ცალკეულ სახელმწიფოებთან ბევრი ხომ არ არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე და ვიკითხოთ, რატომ არ შემოდის საახალწლოდ გერმანელი, ფრანგი, თუ ამერიკელი, თუ იტალიელი, თუ ბრიტანელი და რატომ შემოდის სწორედაც რომ ინდოელი და ინდოეთის მოქალაქე, პაკისტანელი, არაბი, არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას ხარჯავს ესა თუ ის ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, როგორ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ მეტი დახარჯოს, მეტი ხას უსვავ და არანაკლები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სტუდენტური სასწავლო ტურიზმი კი არ შესუსტდეს, ისე როგორც სამედიცინო, ეგრა მაგის პასუხია. არამედ უნდა გაძლიერდეს და მეტი მოქალაქე თუ ჩვენ მიზიდულობის ცენტრი ვართ, რომელიმე ამგვარი სახელმწიფოსთვის სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, თუმცა ჩვენი ცენტრობა, მაგრამ ამ მიმართულებითაც არაფერს არ აკეთებს სახელმწიფო წოდებული, ხელისუფლება წოდებული ბანდა. ჩვენ არ უნდა გქონდეს ეს ქსენოფობიური ელემენტები და წიაღსვლები და მოლეკულები და მოსაზრებები, პირიქით უნდა ვიყოთ გახსნილები, ოღონდ უნდა ვიყოთ და კარგად უნდა ვთქვა, ახლა და ჩამოვაყალიბო, ეროვნულ უსაფრთხოებაზე პროორიენტირებულები. და აი ეს არის პრობლემა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა, ვინც გინდა ის შემოდის და არ არის პრობლემა, კვლავ ვიმეორებ ამაში, მაგრამ ვინც გინდა კი არა, არავინ არ გადის ამ ქვეყნიდან და ერთი და ორი თვით კი არ რჩებიან ტურისტები და თუნდაც ისინი, ვინც უვიზო რეჟიმით აქ არ გულისხმობს სტუდენტებს, ვინც სარგებლობს, არამედ ისინი რჩებიან 2 წლით, 3 წლით, 5 წლით და 10 წლის შემდეგ ისინი ამბობენ ღიად, რომ მე ვისწავლე საყვედურო ქართული, მე ვისწავლე საქართველოს ისტორია ელემენტარულ დონეზე, აი ეს არქუა ბროიცის იმაზე უკეთაც კი და ახლა ჩამაბარებინეთ ეს გამოცდა იუსტიციის სახლში თუ სხვა შესაბამის სტრუქტურაში და მე გავხდები საქართველოს მოქალაქე და მე უკვე ისინიც ხდებიან საქართველოს დამფუძნებლები. მეთქი ოღონდ საქართველოს დამფუძნებლები როცა გახდებიან ისინი ამ რთულ ვითარებაში, რთულ ტურბულენციაში, ხო, როცა გახდებიან 10 წლის შემდეგაც ძალიან ძიმე მდგომარეობა, საკმაოდ ძიმე მდგომარეობა გვექნება, ისინი ვერ წყვეტენ იმას, რასაც ისინი მათ არა აქვთ მაინც ის ძაფები, კავშირები, ემოციები წარსულთან ჩვენი ქვეყნისა და მომავალთან ჩვენი ქვეყნისა, რომელიც
ქართველს უნდა ჰქო, ქართველს ეკნებოდა, ან საქართველოში მაცხოვრებელ დიდი ხნის განმავლობაში მაცხოვრებელს ექნებოდა, აქვს თუ ჰქონდა წლების განმავლობაში, დიახ, რამდენიც არ უნდა ჩააბაროს ილია ჭავჭავაძის თაობაზე გამოცდა, ის ილია ჭავჭავაძის მცოდნე, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, მეთქი ბევრი ყოველ შემთხვევაში ვერ იქნება ილია ჭავჭავაძის როგორც სულისკვეთებისა და არა რომელიმე არ გულისხმობ მაინც და მაინც იმ ნაწარმოებს, რომელიც საგამოცდო ბილეთში ხვდება თუ საგამოცდო ცენტრს აქვს მომზადებული ასე მაგალითად ილია ჭავჭავაძის თაობაზე ამგვარი მოქალაქეებისათვის, ამგვარი უცხოეთიდან ჩამოსული პირებისათვის. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მივიღებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო მეტ რუსს საქართველოს მოქალაქეს 10 წლის შემდეგ, ვიდრე არაბს, ირანელს, ინდოელს, პაკისტანელს და ასე შემდეგ ერთად ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომლებსაც ამ რუსებს შეძენილი ექნებათ უძრავი ქონება და უკვე აქვთ და ისინი გახდებიან ამომრჩევლები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია და ისინი ვერ გადაწყვეტენ, არც მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას არჩევნებზე, როგორცაც მიიღებდა ქართველი, რომელსაც სურს მეტი თავისუფლება სწორედ რუსეთისაგან და ეს მოქალაქეები, ივანოვები თუ მომავალი მოქალაქეები, ივანოვები თუ პეტროვები თუ ასე შემდეგ, იმგვარ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუჭერენ ხარს, რომლებიც საქართველოს რუსეთთან მეტი დაახლოების მომხრენი არიან და ესეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბრალეულობაა. აბა რა არის, ესეც ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ამიტომ მე მაინც მოგიწოდებთ, რომ ცოტა თავშეკავებულნი ვიყოთ, როდესაც ვამბობთ ქსენოფობიური რამ წაგწდება ხოლმე, უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ სწორედაც რომ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც შეჭამეს მეთქი ეს ქვეყანა, ასე გეტყვით, პრავოსლავიეს და ერთმორწმუნეობის ეგიდის ქვეშ, ჩვენი ისტორიული კავშირების, ეგრეთ წოდებული ისტორიული კავშირების მომიზეზებით და გამოყენებით, რომლებიც ღიად გელაპარაკებიან აქ, რომ რუსია великая страна, что Путин великий президент და ასე შემდეგ, არც ერთი ინდოელისთვის არ შემიტყვია რომ ეთქვა, რომ აი მათი ლიდერი მოდი ან მათი წინა ლიდერი ჯავაჰარლალ ნერუ არის გენიალური ან რაღაც ერთადერთი. თან ეს ნერუ ან ამისი მაჰატმა განდი თუ ინდირა განდი ხო, ან რაღაც წინა ნებისმიერი ხელისუფალი შენი მტერი არ ყოფილა აქ, მტერი რუსეთის წარმომადგენელი ვინმე კაზლოვა, გელაპარაკება იმაზე, რომ პუტინი იზინსტვიანი, პუტინი ერთადერთი ნორმალური პოლიტიკოსია და რუსია, გრუზია და რუსია და ასე შემდეგ. იქ არაბი, ირანელი, პაკისტანელი, ირანელიც კი ხო, არ გესაუბრება იმაზე, რომ პირობითად თავის მინდა ვასახელოთ შაჰაბას მეორე იყო კი არა არის შენი პარტნიორი და შენი მეგობარი, ისინი შესანიშნავად ხვდებიან უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში, რომ სტუმრად არიან რუსები, მასპინძლად გრძნობენ თავს. ეს არის პრობლემა და ამიტომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა ირანელ პაკისტანელებზე თუ ინდოელებზე, არამედ უნდა გავამახვილოთ სწორედაც რომ ყურადღება რუსეთის ერთმორწმუნე მოქალაქეებზე, რომლებიც გელაპარაკებიან, რომლებიც ქერები არიან, ქერა უკაცრავად სიტყვიზა ნაშები არიან, რომლებიც უკეთესად ჩვენეული გაგებით უკეთესად გამოიყურებიან ვიდრე პაკისტანელები, იმიტომ რომ რაღაც ცისფერი თვალი აქვს და ჩვენ გვაქვს ეს რაღაც ლტოლვა სწორედ ცისფერ თვალიანთა მიმართ თუ სლავური სიფსის ამაკაცე მიგულისხმება ძირითადად მისამართით თუ მიმართულებით და ეს ინდოელი თუ არა და ინდოელი თუ არაბი თუ პაკისტანელი მოქალაქეები უბრალოდ არ გვევასება მათ შორის მათი კანის ფერის გამო და ისინი კი ბელაკურები არიან, ხო? ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სწორედ რუსეთზე, იმაზე რომ 100,000 თუ 70,000 რუსი ჩამოსული მალე გახდება არ ვიცი 200,000 სამჯერ გავამრავლე 200,000-დან იქნება 100,000 ბინა გაყიდული სწორედ მასზე 100,000-ზე ამ 200,000-დან თუ ამ 150,000-დან რომელიღაც ეტაპზე 100,000 მიიღებს მოქალაქეობას არა არაბი რომელიც წავა არა ინდოელი რომელიც წავა ან იყირის ბინას მაგრამ მისთვის არსებითად ესენი არ არიან დიდი რაოდენობის შემოსულები ჩვენს ქვეყანაში რუსები იყიდიან ბინებს, ისინი გახდებიან, ჩააბარებენ ეგრეთ წოდებულ გამოცდებს, გახდებიან საქართველოს მოქალაქეები და კიდევ ერთხელ და დამატებით შეცვლიან შენი ქვეყნის სულისკვეთებას და ჩვენ კიდე ახლა გადავიციკლეთ და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აი რაც უნდები არიან ინდოელები და შემოვიწყებული გვყავს ივანოვები და პეტროვები, რომლებიც ამ ქვეყანაში უკვე მასპინძლად გრძნობენ
დავსტბიძი და ივანიშვილის გამოისობით. სხვათა შორის და ეგრე ერთ რამესაც ვიტყვი, ყაბახიძე იყო თუ არ ვწდები არ შეიძლება სხვა რომელიმე ბანდიტი. ბრიტანეთშიო თუ არ ვწდები და ასევე გერმანიაშიო თუ არ ვწდები, შესაძლოა ვწდები, აღარ დამისერჩავს დამატებით, ეს რა უბედურება ხდებაო. მუჰამედიო თუ არ ვწდები, ასე თქვა, მუჰამედს არქმევენ საკუთარ შვილებსო და ყველაზე უფრო მეტ ხშირად დარქმეული სახელი სწორედაც რომ მუჰამედიაო. მე მგონია რომ მუჰამედი ერთი ტყუილი იქნება, ერთგან წავიკითხე ცოტა ხნის წინო, ეს არის მაინც fake news-ი და ასე არ არის თლად. მაგრამ მე მგონია რომ სერიოზას თუ დაარქმევენ რუსეთში, რუსეთის გუბერნია საქართველოში მოქალაქეებს, ეს გაცილებით დიდი პრობლემა იქნება უშუალოდ ჩვენი ქვეყნისათვის, ვიდრე მუჰამედის დარქმევა გერმანიისა თუ ბრიტანეთის სივრცეში ახალშობილებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა სულაც არა ვართ, ჩვენ დაცული ქვეყანა სულაც არა ვართ, ხოლო გერმანია და ხსენებული ბრიტანეთი კი დაცული სახელმწიფოები ამოყავით თავი საცივებიდან და იფიქრეთ ამ ქვეყანაზე, რაც მალე იზამთ ამას მით უკეთესი. დაღონდის.